მინდა გთხოვო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აქტიურ მხარდამჭერს ბატონ ნიკოლოზ რაჭვალს სიტყვით მიმართოს საზოგადოებას. მოგესალმებით ჩვენ მე გახლავართ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა ჯგუფის წევრი და დარწმუნებული ვარ რომ იმ ადამიანებს ვინც მეგობართა ჯგუფის წევრები არ არიან ზუსტად ისევე შეტყივათ გული მიმდინარე მოვლენებზე როგორც ჩვენ ვინც მეტად ვართ ჩახედული არა მარტო ამ პრობლემაში არამედ იმ სასიკეთო ბევრ წამოწყებაში რომელიც ბოლო წლებში ხდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. თუმცა როდესაც ამ აქციას ვესწრებოდი სულ ერთი აზრი მიჩნდებოდა და ამაზე ვფიქრობდი რაც ნება მიგოძეთ გითხრათ. საერთოდ მე მიმაჩნია რომ ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მთავარი პრობლემა არის ზედმეტი პოლიტიკურობა და საკითხების პოლიტიზაცია. ასევე ჩემის აზრით არც თუ ისე გააზრებული აქვთ პოლიტიკოსებს მთავარი სიტყვა თუ რა პერიოდით არიან ისინი. ეს არის ბადა. ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა მინისტრი, ყველა პრემიერ-მინისტრი თუ ყველა პრეზიდენტი ყველა ქვეყანაში რომელშიც დემოკრატია მოდის გარკვეული ვადით. მაგრამ მე მინდა რომ აბსოლუტურად ყველამ გაიაზროს რომ ქვეყანაში ის ადამიანები ვის პროფესიონალიზმზეც დგას ჩვენი სახელმწიფო და ამ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა დღეს ეს ეხება ხელნაწერთა ინსტიტუტის უხუცესი თაობიდან დაწყებული ამ ახალგაზრდებით დამთავრებული ამ საოცარ ადამიანებს ამ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მართლა წინსვლა. ამიტომ იმ ადამიანებმა რომლებიც გარკვეული ვადით მოდიან ხელისუფლებაში ალბათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის და კომუნიკაციის ენა უნდა იყოს გამსჭვალული ძალიან დიდი პატივისცემით და მათ და მათი შრომის განსაკუთრებული დაფასებით. რაც მე ვიგრძენი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვენი ორკესტრის მიმართაც 2 წლის წინ ზუსტად იგივე პროცესები განხორციელდა და ალბათ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ახსოვს რომ ჩვენც ქონდა ზუსტად იგივე მეთოდებით მოგვიწია ბრძოლა, თუმცა საბედნიეროდ ეს ბრძოლა ჩვენ შემთხვევაში გამარჯვებით დასრულდა და ზუსტად იგივეს ვუსურვებ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. და მე მინდა ერთი რამ გითხრათ. ჩვენ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შემთხვევაში გამარჯვებას მივაღწიეთ მთელი კოლექტივის ერთსულოვნებით. და ძალიან მიხარია მე ყავს მეგობრების რომლებიც ამ კოლექტივის წევრები არიან და მათგან ვიგებ რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა თაობა ერთ მუშკად არის შეკრული და ერთიანად დგას პრობლემის წინაშე და მე მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა ყოველთვის შეეცდებიან რომ შიგნიდან გაგტეხო. აუცილებლად შეეცდებიან რომ გითხრან ესა თუ ის გარკვეული ჭორი ნამდვილად არა სინამდვილე ან შესწორებული სინამდვილე იმისთვის რომ თქვენ ვიღაცის ისის გჯეროდათ ნაკლებად გჯეროდეთ და გაიყოს დაიქსაქსოს კოლექტივი. ეს მცდელობები ჩვენს ორკესტრშიც მოხდა. მაგრამ ძალიან ჩვენ გავუძელით და მე რა თქმა უნდა თუ მაქვს ნება იმისა რომ ვინმეს რამე ურჩიო მე ამ ნებით ვისარგებლებ და მოკრძალებით გირჩევთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს რომ ყველანაირი მოსაზრებების გაგების მიუხედავად დარჩეთ ისევე ერთსულოვნები და არასოდეს ამ ერთსულოვნებას ჩვენი ერთ-ერთი მართლაც საოცარი ძეგლია ის აფორიზმები რომელიც დრომ შემოგვინახა და ძალა ერთობაშია არის ამ აფორიზმებს შორის ამ გამოთქმებს შორის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანი. ნამდვილად ძალა ერთობაშია და თუ თქვენთან ერთად ჩვენ საზოგადოებას აქტიურად დავდგებით ნამდვილად არაფერი არავის არ გამოუვა
იმ გეგმების საზიანოთ, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას პირველ რიგში და მათ შორის რომელიც გაქვთ თქვენ. და ჩვენ აი ახლა მე ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები მესაუბრებოდნენ, რომლებიც აქ იმყოფებიან და ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ შემდგომი აქცია თუ კი ამის გაგრძელების აუცილებლობა იქნა, ჩვენ შეგვიძლია ეროვნული ორკესტრის წევრებმა გადმოვიტანოთ ჩვენი რომელიმე კონცერტი ამ სივრცეში და კიდევ უფრო ფართო საზოგადოებას უმასპინძლოთ საზოგადოებრივი ეროვნული ცენტრის პროექტში. დიდი მადლობა ყველას და მე განვიხილე საკუთარ ამცინებლობას და დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებდით მუსიკის მოსასმენადაც და ჩვენი სათქმელის კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოსავალს.